გუგა მიხეილ სააკაშვილი მის სასამართლოს ხდომაზე ტრადიციულად კლინიკა ვიამედიდან ჩაერთო და ისარგებლა 100 წუთიანი სიტყვით. მან პირველ რიგში სიტყვა დაიწყო პოლიტპატიმრებისთვის სოლიდარობის გამოცხადებით. ნანუყა ჟორჟოლიანი ახსენა, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა და შემდგომ უკვე გადავიდა მიხეილ ჯინჯოლიაზე მოსამართლეზე, რომელმაც ორ საქმეზე გაუშვა მიუსაჯა მას პატიმრობა. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაგვიანებული იყო მისი სიტყვა საგამოძიებო კომისიაზე, იქ სადაც განიხილებოდა აფრასიძეების საკითხი, სადაც წულუკიანის კომისიის წევრებმა აფრასიძეები გამოიყვანა გმირებად. მიხეილ სააკაშვილმა სლადი საუბრა მათ დანაშაულებებზე და თქვა, რომ არა მისი რეჟიმის დროს აღკვეთა მათი დანაშაულებების დღეს სვანეთში ტურიზმი ფიზიკურად უბრალოდ ვერ განვითარდებოდა. ისაუბრა ასევე ობგაიძეზე, ბიზნესმენზე, რომელმაც საგამოძიებო კომისიაზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ის შეავიწროვა და წაართვა ბიზნესები და ისაუბრა ასევე ხაინდრავას დანაშაულებებზე. სლადი საუბრა ამ ყველაფერზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმეს, რომ თეა წულუკიანის კომისია ემსახურება სამშობლოს ღალატს და ის ვერ გაასამართლებს ვერავის, ვინც მისი კომისიის ფარგლებში არიან ნახსენებები. აფრასიძეებზე ადარეს მოსმენებს და სხვა კლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომელიც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, თელეფონება წაართვეს. გადაუვალეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაულია ჩადენილი. და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახია, რომ ისინი იყვნენ თუმე უბედური მსხვერპლები რეჟიმის. აფრასიძეების რო ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ესენი რო არ მოსულობენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის პროექტი, ამათ გააჩერეს თეთრულის კურორტი, იმიტომ რომ მე უკვე ნაკინი მქონდა საბაგიროები, ჯერმან შეაწერეს მესტიის ცენტრი რადისონი, რომელიც განაქცეულია ახლა რაღაც წარმონაქმნად, ობგაიძე საქართველოს გაის ბოლო წევრი, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ. და ეს ობგაიძე გამოდის და იძახს, რომ მე მქონდა ბიზნესები, მიწებიო და სააკაშვილის ნაცსაებაო, ჩემ ძიაშვილზეა საუბარი, რომელიც ამერიკაში დაიბადა, ცხოვრობს, იმან წაბარდა. ჯერეთი საკითხი, საიდან მქონდა სახელმწიფო მოხელს ობგაიძეს ამდენი ბიზნესი და მიწები. რანაირად გამოდის, რომ ჩემმა ბიძაშვილმა თუმე წაართო, რომელიც ძალიან მოგზაურობო ცხოვრობს, დღე-დაღამე მუშაობს, ობგაიძე იხშობა ფულში, გამოიყვანეს ხაინდრავა, რომ მათ დახვრიტა, მათ შემდეგ უჩისტება თვითონ გაუშვეს ვიადგამსახურდი აქენა, ხაინდრავა წამოიწია ბარათაშვილის ხიდზე და გაუხსნა ცეცხლი და დახვრიტა მათი ავტობუსები. თავი პროპაგანდისტი. ეს არის კონტრრევოლუცია და არა კომისია, კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი აგრეთების და პრორუსი კორუფციონერების. ერთ პარტიულ პარლამენტში შექმნილი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა არის ნაციონალური მოძრაობის განადგურება. ეს ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის განადგურება, ან ჩემი განადგურება, ეს არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ამიტომ ასეთი მტრები საქართველოს არ ყოლია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა იპოტინოთ, მე შემადგენს ისტორიაში თქვენ ვერ წამართმევთ და ისტორია მე რა თქმა უნდა გამომართლებს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნა ქართულმა ოცნებამ, უშუალო ოცნებამ, ციტირებ მის სიტყვებს, არის სპეციალურად იმისთვის შექმნილი, რომ გაანადგურონ ქართველი ხალხი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი და მოსპონ ნაციონალური მოძრაობა. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მის სახელს ისტორიიდან ვერ წაშლიან და ქართველი ხალხი გაამართლებს სწორედ მას. ისაუბრა ასევე ლაკონურად შეეხო ის ოპოზიციურ პარტიებს, თქვა, რომ არჩევნები არის გაუქმებული და ვინც მასში საომალოდ აპირებს, რომ მიიღოს მონაწილეობა, ის იქნება თანამძრახველი რუსული რეჟიმის ივანიშვილის პარტიის. კიდევ ლაპარაკია იმაზე, რომ აი ადგილობრივ არჩევნებს წავალ თუ არა. ხალხო, ეს არის ოკუპაციური კოლაბორაციის წრეში. არჩევნები გაუქმებული. ყველა ვინც ამ პირობებში ფუნდამენტური ცვლილების გარშე წავა რაიმე სახის არჩევნებს, ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და ჩვეულებრივი რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამძრახველი და შეიძლება ითქვას მონაწილე. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ის აღარ ესწრება სასამართლო პროცესს, მას 10 წუთიანი ჩართვა ჰქონდა, ონლაინ ჩართვა ჰქონდა კლინიკა ვიამედიდან. ამ წუთებში სასამართლოს ხდომაზე, რომელსაც კოლეგია განიხილავს, 7 ნოემბრის საქმეზეა საუბარი, იკითხება ერთი მოწმე, რომელიც სავარაუდოდ ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი ერთი მოწმე, რომელიც სავარაუდოდ ისაუბრებს იმედში შეჭრის ეპიზოდებზე. მადლობა სოფო, ეს იყო სოფონიაური.